ლევან, დიდი მადლობა. ლევან სიხარულიძე, ალტე უნივერსიტეტის პროფესორი, არის დღეს ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა შენი დროისთვის და მადლობა რომ გამონახე დრო ასევე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ისეთ საკითხზე, ცხადია, როგორიც უსაფრთხოება, მაგრამ ეს უსაფრთხოება ძალიან ვრცელი თემა და ზოგადია, მაგრამ მინდა როგორც საქართველოს პირველ სამხედრო წარმომადგენელს ნატოში ესეთი კითხვა და ესეთი კითხვით დავიწყო ჩვენი საუბარი. რატომ ვირჩევთ ნატოს? მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა საკმაოდ აქტუალურია და უნდა დავსვათ ეს კითხვა, რომ კონსტიტუციაში კი გვაქვს 78 მუხლი ჩანაწერი, გასაგებია, რომ ევროკავშირზე ბევრი საუბარია, მაგრამ რაღაცა ნატო გადავიდა უკანა პლანზე, თითქმის აღარ ისმის ალიანსის სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმო საფელი და მოდი დავიწყოთ საუბარი, რატომ ვირჩევთ ნატოს? რატომ გვინდა ჩვენ ნატოში? ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური და შემდეგ სამხედრო პოლიტიკური განზომილებაა ჩვენთვის გაცილებით უფრო მეტად მნიშვნელოვანია ელემენტარულად, იმიტომ რომ ეს არის დღესდღეობით უკვე 32 სახელმწიფოს მხარდაჭერა. მხარდაჭერა ეს არის უსაფრთხოების სფეროში, რომელიც არის, ასე ვთქვათ, თანასწორ სახელმწიფოებთან კონსულტაციები, ბუნებრივია შესაბამისი მუხლით გამყარებული, ბუნებრივია ეს გარკვეულწილად აყალიბებს, მე არ მინდა ვთქვა რომ დავუშვათ ეკონომიკური განვითარების დიდ მუხლს, მაგრამ ამავე დროს ვალდებულებას ღებულობს 32-ვე სახელმწიფო, რომ შენთან კონდეს განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობები, ეს არის მეორე, რომელიც ჩვენთვის, ასე ვთქვათ, არანაკლებ მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, განზომილებით ახლა ევროკავშირს ვერ შეედრება ბუნებრივია, ხო? და რა თქმა უნდა, აქვს მას მესამე განზომილება, ყველასათვის კარგად ცნობილი მეხუთე მუხლი, რომელიც გაძლევს სამხედრო უსაფრთხოებას. საქართველოს რომელიც შედარებით მოგრძელებული შესაძლებლობების ქვეყანაა, ეკონომიკის თვალსაზრისით, ბუნებრივია, დემოგრაფიული თვალსაზრისით, ტერიტორია, რომელიც უდრის სივრცეს, ასევე საკმაოდ შეზღუდულია, ბუნებრივია, ასეთ ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში შენ გაძლევს უზარმაზარ მხარდაჭერას იმისათვის, რომ კარგად იმუშაოს შენმა შეკავებამ და პრინციპში ნაკლებად მოგიწევს თავდაცვაზე გადასვლა, იმიტომ რომ შეკავება იმდენად ძლიერი იქნება, როდესაც ჩვენ 32 მოკავშირე გყავს, 32 არის ევროპის მოწინავე სახელმწიფო და როგორც ახლა გუშინ თუ გუშინ ლაპარაკობდნენ სამხედრო კომიტეტის ხდომაზე, სადაც თავმოყრილი არის პრაქტიკულად საუკეთესო, სულ ცოტა 1000-სლოვანი გამოცდილება და თუ უფრო სიღრმეში გადაყვალდა იქ. ანტიკურ ეპოქასაც მიემატებ, იმიტომ რომ ისიც ევროპა არის. რეალურად გაცილებით უფრო თანამედროვე შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობას გაძლევს დამატებით რო გითხრა ელემენტარულად, იმიტომ რომ არის თანამედროვე ტექნოლოგიები. პირველი და მეორედან გამომდინარე, რომელიც მეთქვა რომ შეზღუდული სივრცე გაქვს. ეს არის შეზღუდული დრო, პრაქტიკულად ღმერთმა დაგვიფაროს და ხვალ რამე რომ მოხდეს, მე და შენ იქ უნდა მივიღოთ ბრძოლა, სადაც რეალურად განგაში მოგიწევს, ხო, იმიტომ რომ სივრცე არ გაგაჩნია, ანუ დროც არ გაგაჩნია. ამ შემთხვევაში შენ გჭირდება დემოგრაფიული ვითარება შეზღუდული, ეს მესამე სტრატეგიული მონაცემია, პირველ მეორე მესამე და შესაბამისად, როცა შენ ხდები ესეთი ალიანსის წევრი, შენ ითვალისწინებ რა შენ მდგომარეობას პრაქტიკულად, შენი შეერთებული ძალები შეიძლება დარჩეს იმ რაოდენობით, რომელიც დღეს გყავს, მაგრამ ეს იყოს სუპერ თანამედროვე შეერთებული ძალები, რომელიც ბრწყინვალედ გამოიყენებს თანამედროვე ტექნიკურ მიღწევებს იმისათვის, რომ თუ კი ასეთი შეკავება ჩავარდა, რომელიც ნაკლები შესაძლებლობა არსებობს, შესაბამისად, სანამ 32 მოკავშირე შენს დასახმარებლად მოვა, მანამდე ბუნებრივია შექმნა ის საუკეთესო მდგომარეობა, რომელიც საუკეთესო პოლიტიკურ დასასრულს მოგიტანს. ხო, ძალიან მოკლედ რო გითხრა, აი ამ სამ საკითხს მიწყვეტავს, ეს არის დრო, ეს არის სივრცე, ეს არის დემოგრაფია და გარკვეულწილად მეტნაკლებად გაძლევს შესაძლებლობას უსაფრთხო გარემოში მაქსიმალურად განავარდეთ შენი ეკონომიკური შესაძლებლობები პლუს ამას ემატება კიდე ევროკავშირი და პრაქტიკულად ჩვენ ვებულობ სულიად თანამედროვე მშვიდ სახელმწიფოს, რომელსაც ძალიან ბევრი ნობელის ლაურეატი ეყოლება მომავალში. ლევან, ესეთი კითხვა არის, რომ ახლა მე მგონი მოკავშირეები საერთოდ არ აქვს. ხო, ეს ტრადიციულ ქართულ ვითარებაში მოგებებით, როდესაც აქ ჩვენი უსაფრთხოება როგორ იზომება და საერთოდ მოკავშირის გარეშე ესეთი პატარა ქვეყანა, ესეთი მოსახლეობით, ამ რაოდენობის მოსახლეობით, როგორ უნდა განვითარდეს, ან როგორ უნდა იარსებოს საერთოდ? ხო, რა ვიცი, რა გითხრა, უბრალოდ რა ვიცი, რა გითხრა, ეს ძალიან ზოგადი ქართული განაცხადი არის. ხო, სამწუხაროდ ჩვენ არ აყვავს 32 მოკავშირე, დაახლოებით 4-5 წელი ალბათ
ევროატლანტიკური საფრთხეების სისტემა გაწევრიანების სისტემა და ინტეგრაცია პროცესი არის და გაწევრიანება მიზენია. ჩვენ ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ ინტეგრაციაზე გაუთავებლად, ანუ პროცესზე, მაგრამ არა მიზანზე. რეალურად ხო 32 მოკავშირე არ აყვავს, უფრო მეტიც 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ პრემიერისა, პრაქტიკულად გითხეს, რომ 2030 წლამდე მოლაპარაკებას არ დავიწყებთ, ანუ ევროკავშირის გამოეთიშა ამას და ჩვენ ვიმყოფებით რაღაცნაირად როგორ ვითარება არ იცი. ამ ბოლო დროს ძალიან ინტენსიურად განიხილება უსაფრთხოების სივრცეში ბრიტანული, ამერიკული, ფრანგული, რომ ჩვენ გავედით ორპოლუსიანი სისტემიდან, ვერანაირად ვერ ჩამოყალიბდა მრავალპოლუსიანი სისტემა და ვიმყოფებით რაღაც ესე თქვათ შუალედური სამეფოს მდგომარეობაში, სადაც ჩვენ გვყავს ასე ვთქვათ, პირობითად შეიძლება ახასიათებენ ხოლმე მიზიდულობის ნულოვანი მდგომარეობა, სადაც ყველა არის თავისთვის, ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობაში ყველა სახელმწიფო თავისთვის არის და მხოლოდ მას აბარია თავისი უფლება თავის თავი გადაარჩინოს. ზუსტად ესეთი მდგომარეობა არის, საქართველოს იგივე მდგომარეობაში იმყოფება და სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს. თუ მით უმეტეს გაითვალისწინებ, რომ ოფიციალურ დოკუმენტებს დავეღრწნობი, ეს არის 2000-2005 წლის სტრატეგიული მიმოხილვა და სახელმწიფო შიშობის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშები, სადაც ძალიან ტექნიკური არის, იმიტომ რომ დარგობრივი არის. ზედადონე პარლამენტმა, რომელსაც უნდა შეიმუშაოს ბუნებრივია დოკუმენტი, საერთო ეროვნული დონის დოკუმენტი, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, შეფასება ჩვენი უსაფრთხოების გარემოში არ არის. არ ვიცი, აქვს კი რამე შესაფასებელი. ხო? როგორ მდგომარეობა არის, იცი რომ ზოგადად ერი გახეთქილია ორ ნაწილად, ხო? თუ ავიღებთ ოფიციალურ მონაცემებს პირობითად დაახლოებით 93%, 57% მეორე მხარეს, ზოგადად ოპოზიციასაც რო დააჯგუფო, არანაირი თანხმობა არაფერზე პრაქტიკულად არ აგვაქვს და არანაირად არ აგვაქვს მაგდონეზე თანხმობა, სად არის საფრთხე, სად არის გამოწვევა, სად არის მიფარა. ზოგადად ორი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ვახსენებ, ამბობს, რომ ჯერ კიდევ რუსეთი რჩება, რუსეთის ფედერაცია რჩება საფრთხეთ, თავდაცვის სამინისტრო მას უფრო ფართოდ განიხილავს, უფრო ფართო სუვერენულ დონის საფრთხეთ, ტექნიკურ დონის საფრთხეთ განიხილავს მას იმას რა ქვია, სახელმწიფო უშიშროება, რომელიც ლაპარაკობს, რომ ძირითადად ეს არის ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა აფხაზეთისა და ბუნებრივია ცხინვალის რეგიონში რა. და შემდეგი არგუმენტები მოყავთ, რომ იქ სოხუმის აეროპორტის გაფართოება ხდება, რომ ბაზირების პუნქტის აშენება ხდება, ასე ვთქვათ, ოჩამჩირეში, რომ იქ ხდება, ასე ვთქვათ, ბიჭვინთაში რაღაც აგარაკები გადაეცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გაცილებით უფრო მაღალი დონის საფრთხე არის ქვეყნის შიგნით თუ აიღო, რა თქმა უნდა, ცხინვალი, რომელიც რაღაც პერიოდში ერთხელ ატარებს ხოლმე რეფერენდუმებს, რომელსაც სურთ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება, ხო? და ამის მოსაგერიებლად, როდესაც თერმობირთულ სახელმწიფოს ასეთი შორსმიმავალი გეგმები აქვს არ მარტო შენთან, არამედ უკრაინასთან, მოგვიანებით ბელორუსიასთან და ყაზახეთთან მიმართებაში, ბუნებრივია უაღრესად სახიფათოა, მუქარა არის ელემენტად იმისა, რომ დარჩე მარტო და ჩვენიერად გემრიელად ვიღაცა მივახშოს. უკაცრავად კულინარიული შედარებისთვის. ლევან, ერთი დეტალი კიდე, მეხუთე მუხლი ახსენე შენ და აქ მუდმივად ეს მეხუთე მუხლი არის ყბადაღებული თემა. ზუსტად ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებით. იმოქმედებს თუ არა, გავრცელდება თუ არა ცნობილი მეხუთე მუხლი აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, ცხინვალის რეგიონზე, იმ შემთხვევაში თუ ჩვენთან შიგნით შეიცვალა ვითარება, ასე ვთქვათ, და გაგრძელდა ეს ინტენსიური დიალოგი, იმიტომ რომ ასპირანტი ქვეყანა ვართ ნატოსი და მაგ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს და როგორ შეიძლება იმ გავრცელდეს ეს მეხუთე მუხლი. რა არის ეს საერთო ეროვნული შეთანხმება, როგორც კი შედგება და შენ გექნება რეალურად ეროვნული საფრთხეების დოკუმენტი და შესაბამისად თავისი საფრთხეებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, რა საფრთხები გემუქრება, ბუნებრივია ამის შესახებ აუცილებელია შედგეს შეთანხმება ბრიუსელთან. რომ ჩვენ გადავდგათ იმ ნაბიჯ რათავის დროზე გადადგა ადენაუერმა გერმანიასთან მიმართებაში, რომელსაც ჰქონდა არჩევანი და მოსკოვიდან იყო შემოთავაზება, რომ შენ ნატოში არ გაწევრიანდე და აჰა შენ აღმოსავლეთ გერმანია. მაგრამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული სხვა, მაგრამ შედგა შეთანხმება, რომელიც არსად არ არის გაფორმებული, ან შეიძლება უდეს მე სამდე თავი ამოხსნიდეს, რომ დასავლეთი გააკეთებდა ყველაფერს საიმისოდ, რომ ეს ორი ქვეყანა ერთ ქვეყანაში, ორი ერი ერთ ქვეყანაში გაერთიანებულიყო, რაც 44-45 წლის შემდეგ 99 წელს, როგორც ვიცით, სრულიად წარმატებით დამთავრდა.
დასაწყისში ბუნებრივია ალბათ არ გავრცელდება მასზე, მაგრამ მაგ გასათვლელია ის საფრთხეებიც, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ცხინვალსა და სოფლში, როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა იქნეს მიღებული, ისინი იქნება ბუნებრივად ცალსახად ჩვენივე მოკავშირეების მიერ, ნატო ევროკავშირზე არის საუბარი, მიუღებელი, რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენები გააჩნიათ სოფლიოში და თუ 198 არის სახელმწიფო გაერთიანებების ორგანიზაციაში, პირობითად ვთქვათ, 190-მა შეიძლება არ ცნოს არანაირი ტერიტორიული ანექსია, რომლის შიშებიც არსებობს, ვრცელდება გარკვეული ქვედა დინებები, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ, აი ანექსია მოხდება მაშინ, ხო? და ნუ მერე უკვე რუსეთის კონსტიტუციის შესვლა ფრთხილად საკმაოდ რთული საკითხი იქნება, ხო? და უკვე ისევ ადგები რუსეთის ფედერაციას და მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ თვითონ რუსეთშიც უნდა შეიცვალოს ვითარება, ანუ გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს, როლ თამაშდება შრომა ქვეყნის შიგნით, თავდაცვის უნარიანობის გამტკიცება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა შეკავებაზე ვლაპარაკობ. მე და არა უბრალოდ აი მტერი რო შემომესევა, მე ესეთი ცოტა ჯარი მყავს. რო შემოგესევა უკვე გვიანი არის. მანამდე არ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და შესაბამისად პირველ შეკითხვას რო დაუტრიალდეთ, ისევ და ისევ ნატო და ევროკავშირი გაძლევს შეკავების უძლიერეს მექანიზმებს, არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, მოლაპარაკების მაგიდას როცა მიუჩნდები და დაიწყებს საუბარს, ბუნებრივია გარანტირებული გაქვს სოფლიო სამხედრო მრეწველობის 50%, სამხედრო შესაძლებლობების 50%, ეკონომიკური შესაძლებლობების 50% და დიპლომატიური ზეგავლენების ალბათ მეორე 50%, სულ ცოტა. მე მგონი ძალიან ძლიერი პოზიციაა რა. ოღონდ აი ეს მომენტები იქნება გადასაწყვეტი. კიდევ ერთი, შეიცვალა ნატოს გენერალური მდივანი, შეიცვალა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, უკრაინაში ომი არ დამთავრებულა ჯერჯერობით. მიუხედავად ამისა, შავ ზღვაზე ძალთა ბალანსი შეცვლილია პრაქტიკულად, მაგრამ რა პოლიტიკას ხედავ შენ ნატოს მიერ შავ ზღვაზე ამჟამად და სად შეიძლება მოიაზროს საქართველოს? ნატოს ეს პოლიტიკა ჩამოსაყალიბებელია ჯერ კიდევ. ის რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რა თქმა უნდა, საქართველოს როგორც თუ ჯერ წევრი არა, მაგრამ როგორც ჯერ კიდევ პირობითად დავარქვათ, თანამშრომლობა მშვიდობისათვის პირობითად მონაწილე ქვეყანა, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად შესაძლებელი არის. ეს არის, რა თქმა უნდა, შესაბამისი თეორიული საფუძვლების ჩაყრა, ანუ შესწავლა იმ სიტუაციისა, ვითარებისა, საფუძველი ხარ ამჟამად, რომელიც გაკეთებული იყო და ამის გაკეთება შესაძლებელია, შესაბამისად შესაძლებლობების გახსნა იმისათვის, რომ შენ უზრუნველყო შავ ზღვაზე შენი საკუთარი სანაპიროს დაცვა, მე პოლიციაზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ სამხედრო საშუალებებით, ეს არის ადრეული აღმოჩენის, თვალთვალის და შორეული დაზიანება განადგურების საშუალებები ძალიან ზოგადად რო გიხრა და ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შემდეგი შესაბამისი წვრთნების და განათლებით სრულიად შესაძლებელი არის და ეს შესაძლებლობას მოგცემს გაწევრიანებამდე გარკვეულწილად იყო თავსებადი შენი არა მარტო ტექნიკური საშუალებებით, არამედ დოქტრინალური და განათლება სისტემის საშუალებით თავსებადი უკვე ნატოსთან რა და რაღაცნაირად თუნდაც ჩვენი შეკითხვა რაღაც მაგნი მართულებით ამოიჭრეს. ზემოთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ სუვერენიტეტს ვიცავთ, აერში ვიცავთ, ხმელეთზე და ვიცავთ ზღვაზე ჩვენ არაფერს არ ვიცავთ. პოლიცია, რა თქმა უნდა, ისინი კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ პოლიცია თავდაცვის ალბათ ყველაზე უფრო შიდა ზღვარია და გარე ორი ზღვარი ბუნებრივი არ აქვს. მე ვლაპარაკობ ფლოტზე, არანაირად. მე ვლაპარაკობ უბრალოდ აი ამ თავდაცვის ისეთ საშუალებებზე, როგორც არის შორეული აღმოჩენა, შორეული თვალთვალი და რაც შეიძლება მაქსიმალურად შორს დაზიანება და განადგურება. ხა ტაქტიკაზე რო აღარ ჩამოვიდეს, ადესანტო ტალღის ჩამოყალიბება, რომ ძალიან გვიანია უკვე წინააღმდეგობის გაწევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მოგვარება შეიძლება. პრინციპში რაღაცა ეტაპამდე ეს საკითხები იყო სინქრონიზებული, ანუ ინფორმაციის გაცვლასაც გულისხმობ და მეტ თანამშრომლობას როგორც ჰაერში, ასევე ზღვაზე, ასევე ხმელეთზე. ალბათ თუ კი რაღაცა შეთანხმება მოხდება, ეს დაბრუნდება კიდევ დღის წესრიგში აქტუალურად. და საერთო ეროვნული თანხმობა და ანუ გამოსავალი საერთო ეროვნული თანხმობაა? რა თქმა უნდა, გამოსავალი წერტილი ეგ არის, რა მთელი ერი თანხმდებით, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხა წარმოგიდგენია საზოგადოება, რომელიც არის ორ ნაწილად გაყოფილი და ზოგს მიაჩნია, რომ ნატო ევროკავშირი კარგია, ზოგს ადამიანს მიაჩნია, რომ ნატო ევროკავშირი უფრო პოლიტიკური არჩევანი კი არა, სექსუალური არჩევანია. ესმის,
ასეთი რაღაცები გამორიცხული, იმიტომ რომ მოწინააღმდეგეს ყოველთვის რჩება იმის შესაძლებლობა, რომ აი ამ ნახრეთში, ნაპრალში რეალურად განავითაროს სხვა მოსაზრებები და შეხედულებები და რაღაც მომენტში მე მოგთხოვს კიდე საბა ერთხელ კიდევ ჩაატარე რეფერენდუმი, ეგების აღარ არის 77%, ხო? გვახსოვს 77 თანახმა იყო და დაახლოებით დანარჩენი 23% 404,000 კაცი იყო, რომელიც არ უჭერდა მხარს არც ნატოს, არც ევროკავშირს, ხო? და მაშინ ერთიც, რომ ასე ვთქვათ, სრული სურათი დავდოთ ჩვენი მაყურებლისთვის. არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, არის სხვა ალიანსები. ხო, მაგალითად, კუხი ვიცით, ან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციები, რომელსაც რუსეთი თავობს, ხო? არსებობს თუ არა რაიმე სხვა ორგანიზაცია კიდე, ალტერნატივა რა არის ნატოსი და ჩვენნაირ ქვეყანას რა აქვს ამ რა შესაძლებლობები გააჩნია, ასე ვთქვათ. არჩევანის თავისუფლებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, მოდი ვისაუბროთ, არის ორი უკვე არჩევანია, ხო და როცა ერთი აზრი არა აქვს, ორი უკვე არჩევანია, ხო? ხდები, ხო, რასაც ვამბობ. შესაბამისად, უფრო პირდაპირ გითხრა, ან ერთი, ან მეორე არის, ხო? ან არის მესამე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, მესამეც არჩევანია, იგი გამოცდილია, რომელიც ცნობილია უბრალოდ ბრეჟნევის დოქტრინის სახელწოდებით, რომელიც არის შეზღუდული სუვერენიტეტი. ან უკეთეს შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული ფინეთიზაცია და ერთ პერიოდი ამაზე იყო საუბარი. შენ ირჩევ ფინეთის შემთხვევაში თავისუფლად შენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას, შენს ეკონომიკურ მოწყობას, ოღონდ შენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არის თავსებადი, უბრალოდ შეთანხმებადი მეზობლებთან და კარგად ვიცით ახლა მოსკოვი ხშირად ახდენს ხოლმე ასე ვთქვათ რეფერირებას 1999 წლის იმას რა ქვია ხელშეკრულება კი არა ვთქვათ რავად დეკლარაცია რომელიც ამბობს რომ არ არსებობს სახელმწიფოს სტამბულის დეკლარაცია მე მგონი არ არსებობს სახელმწიფოს უსაფრთხოება სახელმწიფოს უსაფრთხოება არ უნდა გადაწყდეს მხოლოდ როგორ გითხრათ ეგოისტური გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული იგი აუცილებლად უნდა შეთანხმდეს სხვა სახელმწიფოებთან გასაგებია როცა სახელმწიფოები თანაფარდნი არიან გასაგებია მაგრამ მუდმივად მემუქრები ოკუპირებულია მიმდინარეობს ანექსია და რეალურად იმპერიული ამბიციები გაგაჩნია უკრაინას საქართველოს ყაზახეთთან მიმართებაში ნუ ბელორუსიაზე აღარ არის საუბარი ამ სამს რომ მოაგვარებენ მე ბელორუსის დამოუკიდებლობას დამთავრდება და ნუ მე რა გვაქვს ისე საბჭოთა კავშირი, მძლე კავშირი, ძმული რომელიც რუსმა ერმა სამუდამოდ შეაკავშირა, ხო? მან ბოლო ლურსმანი ეხა ფინეთი იგივე ფინეთის გადაწყვეტილება რომელიც გახდა ნატოს წევრი. ხო, ნუ გასაგებია აბსოლუტურად გეთანხმები, თითქოს არანაირი პრობლემა არ არსებობდა. საბჭოთა კავშირთან დიდხანს ჩვენ არ გვიცხოვრია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფინეთი არანაირად არ იჯდა საბჭოთა აგიტაცია პროპაგანდაში, ომი რო იყო ეგეც არ ვიცოდით. იმდენად მიჩქმალეს არ წარმოადგენდა წკინვალე გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ თვით ფინელებისთვისაც კი ყველამ კარგად დაინახო ეს სახელმწიფო არის საფრთხე. უფრო მეტიც საფრთხე კიდევ იური გადასატანი მუქარა არის უკვე, ხო? იმ შესაბამისად ფინეთი და მე შვედეთმა საერთოდ საზღვარიც კი არა, რუსეთთან შვედეთ მთელი სკანდინავია პრაქტიკულად გახდა ნატო და ბალტიის ზღვა, როგორც ხუმრობენ ხოლმე ნატოს ტბად იქცა. კეთილი, დიდი მადლობა ლევან, საინტერესო. არა.